მეორე არკანს განსხვავებით პირველისაგან აქვს კავშირი სმენასთან, ფეხებთან, ქვედაკიდურებთან და მის ნერვულ დაბოლოებებთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია უკვე ფეხები რა მდგომარეობაში გვექნება, რადგან გაცივება რო ხდება, ტერფებზე ძალიან ბევრი ნერვული ცენტრია და ეს სიცივე აღმოსავლეთში ამბობენ ყველაზე ცუდი ენერგია ეს არის ცივი ცი, ანუ ცივი ეს ცი. თუ შეიჭრა იმის გამოდევნა არის მაგრამ ძალიან რთული, ურთულესია და მთელი ეს აღმოსავლური მედიცინა იმისკენაა რომ როდესაც იბადება ბავშვი, ცი არ შეიჭრას მაშინ და სითბოში უნდა იყოს. ქრისტეს ტყუილ არ დაბადებულა, ხო? საბძელში სითბოა, ხო, ცხოველები გამოყოფენ. მოკლედ, მნიშვნელოვანი მომენტია რომ ტერფები იყოს მშრალი. თუ კი წინდები დასველდა, დასინისტიან და სასწრაფოდ გირჩევთ რომ გამოიცვალოთ. სიცივე მარტო გარესიცივე არ არის. სიცივე შეიძლება ემოცია იყოს, სიცივე შეიძლება იყოს მოვლენა და მე რაღაცებს ახლა გაჩვენებთ, როგორ შეიძლება მათი გაჯანსაღება კიდე. და რადგან ტერფებზე ბევრი ნერვული სისტემაა, ის პირდაპირ აისახება თავის ტვინზე და ცერათითი კიდე კავშირშია სმენის ნერვთან და ყურებზე. ამიტომ ვისაც ხშირად უცვლება ფეხები, შეიძლება პრობლემები ჰქონდეს ყურებზეც. რატომ ფეხები, ხომ? არა მარტო ყურებზე. ეხლა გეტყვით, უყურეთ. ტერფებიდან იწყება სულ ცოტა 6 მერიდიანი. ანუ 3 იწყება და 3 მთავრდება. ამიტომ თუ რა მდგომარეობაში იქნება ტერფი და ტერფზე განლაგებულია მერიდიანებიდან ძალიან მნიშვნელოვანი წერტილები. ცერათითზე მარტო ცერათითზე ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მერიდიანებია. ეს პასუხისმგებელია ღვიძლზე, კუნთებზე, საჭმლის მონელებაზე. ამიტომ თითის მდგომარეობაც კი მეტყველებს თუ რა მდგომარეობაში ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. თქვენ იცით, ხო, პოდაგრას ეძახიან ხალხში, მაგრამ ტერფის დიდი თითი რო დეფორმაციას განიცდის. ეს რა არის? ეს არის ძალიან ხშირად პოდაგრასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს არის კუნთების დისტონია. ამ კუნთებს კავშირი აქვს ორგანოსთან და რომელიღაც ორგანო გამოვიდა წყობილებიდან, ერთი დასუსტდა და მეორე ამის ფონზე გაძლიერდა და წაიღო თითი და ტერფი გახდა ესეთი დამახინჯებული. ანუ ეს მერე რაზე მეტყველებს, რომ ეს დამახინჯებული ტერფი უკვე საყრდენს უკვე ისე აღარ ასრულებს და მერე ჯაჭვური რეაქცია ირთვება ადაპტაციის. ეს აისახება მერე მენჯზე, ხერხემალზე და ხალხი კი მოდის პადაგრა მაქო, მაგრამ მე როდესაც ვსინჯავ, პადაგრა კი არა, იქ სხვა შინაგანი ორგანოების პრობლემებია. ამიტომ კიდევ მან ტერფის ძირიდან იწყება თირკმლის მერიდიანი. და აღმოსავლურ მედიცინაში თირკმლის მერიდიანი ეს არის საცავი მშობლების ენერგიის. აი მშობლები რო ერთად შეერწყმიან და კვერცხუჯრედის სპერმატოზოიდი ერთდება, ის მშობელთა ამ შეერთებასთან ერთად ენერგიას გვაძლევს. ესე ეგრეთ წოდებულ სტრატეგიულ მარაგს. და თირკმელი ამასთან არის კავშირში. მერე და პირველი წერტილი თირკმლის არის ფეხის ბულზე განლაგებული. ამიტომ სიცივე რაიმე სისველე ყველაფერი პირდაპირ მოქმედებს ამ ბიოლოგიურ წერტილზე და მერე შეიძლება შეიჭრას. და მერე თუ კი შევხედავ ტრაექტორიას თირკმლის არხისას, პირდაპირ გაყოლება არის ხერხემალზე. ანუ ხერხემლის პრობლემები თუ არის, ძალიან ხშირად თირკმლის არხიც არის ჩათრეული. თირკმლის არხი კიდე პასუხისმგებელია რაზე? ნივთიერებათა ცვლაზე ძვალსახსოვან სისტემაში. სტრესის ფონი, ადრენალინი, ნორადრენალინი, კორტიზოლი, სულ ყველაფერი. ამიტომ თუ კი ტერფი კარგად და მოქნილია, თბილია და გარკვეული ესე წანაზარდების გარეშეა, ეს სარკია თუ რა მდგომარეობაში აქვს ადამიანის ჯანმრთელობა. ნახვის ბუშტის მერიდიანი ტერფზე მთავრდება, კუჭის მერიდიანი ტერფზე მთავრდება, შარდის ბუშტის მერიდიანი, ანუ 6, 12-დან 6 ფეხებზე მთავრდება. და ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ძალიან ხშირად, როდესაც წელის ტკივილით მოდიან, უმეტეს შემთხვევაში 70-80%-ში მე ნემსებს ვუკეთებ ტერფებზე. ზღვაში ვბანაობთ, ქვიშაზეც დავდივართ, ამას კარგი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს ტერფებისთვის და არა მარტო ტერფებისთვის, ხომ? მასზე არის რადგან ბევრი ბიოლოგიური აქტიური წერტილი, ეს ყველაფერი მე აისახება ჩვენზე. თუ კი ჩვენ წვრიან ბალახზე წყალში დავდივართ, ეს არის წაღების, უარყოფითი ენერგიის წაღების პროცედურა. და ამას ეძახიან მაგნეტიზაციას, მინუსია. ანუ თუ რაიმე ნეგატიური მაგალითად შეემთხვდა ადამიანს, სასურველია რომ დადგეს დედამიწაზე წვრიან ბალახზე. ეგრეთ წოდებული დამიწებაა. თუ გვინდა რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ სასიცოცხლო ენერგია, მაშინ ქვიშაში მშრალ. ამას უკვე აგზნებ, ანუ პლუს ეფექტი აქვს. ის არის მინუსი, გააქვს ჩვენგან უარყოფითი, იმას კიდე მოაქვს. უყუროთ კიდევ რაღაცა. მე როდესაც ამ არკანით ვასწორებ მერიდიანებს, სამყაროც სწორდება.
იმიტომ რომ სამყარო როგორც კლიტე გასაღების პრინციპით არის, გარკვეული დისფუნქციები მაქვს ეგრეთ წოდებულ ჩაკრებში და მერიდიანებში, სამყაროც ამ დისფუნქციებით მიდგება და ჩემ ამ დისფუნქციას მიძლიერებს. ანუ რა შეხედულებაც მაგალითად პეტრეზე ან პავლეზე, იმიტომ აქ ეს შეხედულება რომ აქ დარღვევები ენერგეტიკაში. შესაბამისად სამყარო სულ დამიდასტურებს რომ ესია, მაგრამ როგორც კი მე ჰარმონია შემოვიტან, პეტრე რა კარგი კაცი ყოფილა. იმიტომ რომ ჰარმონია შემოვიტანე, ხომ უკვე ის დისფუნქცია მერიდიანული, რომელიც ჩემს ტვინის აღქმაზე მოქმედებს, გავასწორე. და ნენელა ასე ნაბიჯ მე ვასწორებ ჩემი აღქმის აპარატს. და პირველ ლექციაზე ვთქო, თუ კი აღქმაში გასწორდა, რეალობაც სწორდება. იმიტომ შიგნით ნეგატივები სწორდება, ხო ის ფირები. ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოზათა განსაზღვრული სიმეტრია. ზივართ, ხომ, ეს ფეხი, დგავართ, ეს მნიშვნელოვანია და რატო? სული აცოცხლებს სხეულს, მაგრამ სხეულის მდგომარეობაც მოქმედებს სულზე. და ასანებიც მაგიტოა მოგონილი, რომ ეს არის გარკვეული არხები, რომ მე გარკვეული ასანით, გარკვეული თვისება, ასე ვთქვათ, თვისება გავააქტიურო. ხომ სულმა ხო გააცოცხლა, მაგრამ სულს უჭირს მატერიაში გამოვლინება. ამიტომ ამ პოზით მე ვეხმარები, რომ სულმა თავისი უნარ-თვისება გამოავლინოს. და მთელი აღმოსავლური მედიცინის ეს გამაჯანსაღებელი ტექნოლოგიები მაზეა, რომ მე უკვე პოზებით ვიღებ ისეთ მდგომარეობას, რომ რეზონანსში შევიდე ჰარმონიულ რეზონანსში სულთან, სულის მოთხოვნილებასთან. ეს იქნება ასანები, ეს იქნება ტაიჩი თუ ასე შემდეგ. აქაც მნიშვნელოვანია პოზათა სიმეტრია. და ამ შემთხვევაში უკვე ფეხზე უნდა დავდგეთ.